გაიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა მოგესალმებით თქვენსმენთ რადიო ემეც მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დაიწყო გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს ვისაუბრებთ თემაზე ვეტერანები და საზოგადოება და გთავაზობთ ინტერაქტივი შეკითხვას. რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში? შეგიძლიათ შემოხვიდეთ ღია ეთერში. ამისთვის განკუთვნილია ტელეფონის ნომრები 292 11 88 292 11 99. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარია, რომელიც ტელეფონის მეშვეობით გვერდება, ირაკლი შიხიაშვილი, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მადლობა. მოგესალმებით ქნებს მენელებს და ვეტერანებს. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა. ბატონო ირაკლი, სწორედ ინტერაქტივი შეკითხვით გადმოვალთ თქვენთან პირველ რიგში, რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში? მოდით დავიწყოთ და განვავრცოთ შემდგომ უკვე ვეტერანების თემა დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში. სამწუხაროა რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ქვეყანა, რომელიც ვერანაირად ვერ ახორციელებდა ორსების და პატივის შეროვან ყურადღებას საკუთარი ვეტერანების მიმართ და 4 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც 73,000 ვეტერანი ყავს, ბუნებრივია მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდებოდა. პროცესები შეიცვალა მოგეხსენებათ ახალი ხელისუფლების შემდეგ, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა იმ კუთხით, რომ ვეტერანების გარდაცვლილთა ოჯახებს ჯერ 500 ლარიანი, შემდგომ 1000 ლარიანი დახმარებების გაზრდა დაუწყო სახელმწიფომ. შესაბამისად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაზე უკეთესი საყოველთაო სადაზღვევო პაკეტის შესთავაზა. მაგრამ შემდგომში, როდესაც საქვეუწყებო მდგომარეობიდან, მოგეხსენებათ, რომ ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია იყო დეპარტამენტის სახით, ვეტერანთა დეპარტამენტი, შემდგომ თავდაცვის სამინისტროსი და დღეს გახლავთ დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული მთავრობის წევრი, უკვე საკმაოდ 10 ჯერ გაზრდილი ბიუჯეტით და მოგეხსენებათ, რომ ეს ბიუჯეტი, რომელიც როცა მე მოვედი ამ სამსახურში, მინდა იცოდეს საზოგადოება, ეს არ არის სათაკილო, 1,700,000 ქონდა სულ ბიუჯეტი და ინტერნეტიც კი არ ქონდა ამ სამსახურს. და შემდგომში ძალიან კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ვეტერანების ამ პროცესების გაკეთილშობილებაში და რაც მთავარია, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნა ექს-პრემიერის და დღევანდელი პრემიერის მხრიდან, რომელთაც ძალიან დიდი ყურადღებით დაიწყეს ზრუნვა ვეტერანებზე და ჩვენი სამსახური არის. მე მგონი ერთ-ერთი მოწინავე, რომ პირველივე თვეებში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ამ კვლევის საფუძველზე გავაკეთეთ სიტუაციური ანალიზი. სიტუაციური ანალიზის შემდგომ ჩვენ გავაკეთეთ სტრატეგია მრავალწლიანი და ზუსტად გავიგეთ ვეტერანების პრობლემებში პრიორიტეტებად რას მიიჩნევენ. ვერ დავეყრდნობოდით მოგეხსენებათ ცალკეული ჯგუფების მოსაზრებებს, ზოგს რა მიაჩნდა პრიორიტეტებაში უპირველესად, ზოგს რა. ამიტომ ჩვენ ფაქტიურად 56,000 ვეტერანს დაურიგეთ საქართველოში კითხვარი, უბრალოდ დავიბრუნდა ამდენი 73,000-თან. გავაგზავნეთ და დავიბრუნდა ამდენი კითხვარი და მივიღეთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია ვეტერანებისგან და გვინდოდა რომ თვითონ ბიუჯეტის დაგეგმვაში და მის ხარჯვაშიც თავისი მოსაზრებებით მიიღოთ მონაწილეობა ვეტერანებს. ეს კვლევა რას ისახავდა მიზნად? რა იყო ძირითადი ამოცანა ამ კვლევისთვის? ძირითადი ამოცანა ჯერ ერთი მინდა იცოდეთ, რომ ბაზები იყო ძალიან ძველი, რომ ვეტერანები იცოდნენ საცხოვრებელ ადგილს, იცოდნენ ტელეფონებს და ვერ ხერხდებოდა და ვერ ხორციელდებოდა მათთან სწრაფი კომუნიკაცია. ეს ერთი. მეორე, ვეტერანების მდგომარეობა ჯანმრთელობის, დასაქმების, სოციალური მდგომარეობის, განათლების თუ სხვა მიმართულებით ეს ინფორმაცია იყო ძალიან მწირი და ძალიან ზოგად. ამ კვლევის შედეგად ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია თუ რამდენი სული ცხოვრობს თითოეული ვეტერანის ოჯახში, რა სოციალური მდგომარეობა, რა განათლება აქვს, ცხოვრებისეული პრაქტიკით რა გამოცდილება გააჩნია. და რა ტიპის ინფორმაციის შემცველია? რა სახის დაავადებები აქვს, ქრონიკული, არაქრონიკული და ასე შემდეგ. და პლუს იყო იქ ესეთი კითხვაც. სახელმწიფო თუ შეგიქმნით პირობებს, რომ საზღვისპირა რეგიონებში დასახლდეთ და დასაქმდეთ
იქნებით თუ არა თანახმა ამ პროექტში მონაწილეობის. ილია მოგეხსენებათ მომდინარეობს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორისაგან, ჩვენი პატრიარქისგან და შესაბამისად ჩვენ ფაქტიურად გავტესტეთ ეს სურვილი ვეტერანებში რამდენად დიდი იქნებოდა. 28,000-მა ოჯახმა გამოაცხადა თანხმობა იმაზე, რომ თუ შეექმნებოდა ცხოვრების ნორმალური პირობები ვეტერანებს და შრომის და დასაქმების, შესაბამისად მზად იყო ეს და არის ეს 28,000 ოჯახი ვეტერანის, რომ დასახლდეს საზღვისპირა რეგიონებში. ბატონო ირაკლი. ამიტომ ჩვენ კონტაქტები გავაბით ებრაელებთან, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. 320 ასეთი სოფელი არსებობს საზღვისპირა რეგიონებში, რომლებიც 12-13 ისრაელის ეკონომიკისას ქმნიან. და ზუსტად აი ამ დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანას მივაკითხეთ, ნახეთ ძალიან კარგი პარტნიორები და მეგობრები, რომლებმაც უკვე დაგვიმზადეს feasibility study, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც ეფუძნება გარდაბნის ტერიტორიაზე 1400 ჰექტარზე სამომავლოდ ვეტერანების სასოფლო ტიპის დასახლებას. როდისთვის იგეგმება ეს, ხომ არ არის გაწერილი უკვე? მინდა გითხრათ, რომ მოგეხსენებათ ექსპრემიერის პერიოდში დაიწყო ამაზე მუშაობა, ეკონომიკურმა საბჭომ გაიარა, მერეც მთავრობის ხმაზე იქნა მოწონებული feasibility study. ეს დღეს ახლა ჩვენ მუშაობთ ხელშეკრულების პროექტზე და თვითონ პროექტზე როგორ უნდა იყოს ეს სოფელი აშენებული და როგორ უნდა განხორციელდეს მერე ეტაპობრივად ყველა ნაბიჯი. ეს მინდა იცოდეს საზოგადოება, რომ არ არის სოფლის მეურნეობის თემა. მინდა ყველამ უბრალოდ მოისმინოს რა განზრახვა ამ საქმის გაკეთებას. იმ დროს, როდესაც ჩვენი ახალგაზრდობა კატასტროფული რაოდენობით ტოვებს ქვეყანას და გადის საზღვარგარეთ საწყობი და ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს სამწუხაროდ. თუ ვინმეს რამე გამოცდილება და ცოდნა გააჩნია იმისათვის, რომ თავისი ცოდნის და უნარების შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს, ისიც გადის ქვეყნიდან და აქ მომავალ თაობას მასწავლებლის რაოდენობა უმცირდება. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 1/4-ზე მინიმუმ აღარ ვრცელდება სახელმწიფო ენა, იმ დროს, როდესაც საზღვრები მთლიანად მოშლიფებული და მოცარიელებულია და ხალხი აღარ ცხოვრობს, იმ დროს, როდესაც 1,200,000,000 გვაქვს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტის და პროდუქციის წარმოების მინუსში წასული, ანუ 1,200,000,000-ით მეტ ყიდულობთ, ვიდრე კიდით სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტზე გაგვაქვს და ჩვენთვის კმარ, ჩვენ რომ გვეყოს საკვები, ამის რაოდენობასაც ვერ ვაწარმოებთ, ამდენ რაოდენობასაც და ჩვენი ტექნოლოგიები, ცოდნა, უნარები საკმაოდ მოძველებულია. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ჩობადობას ძალიან ბევრად ამატებს სიკვდილიანობა, მითხარით 25 წლის მერე ასეთი ფორმულით გაგრძელების შემთხვევაში რა მომავალი ესახება ჩვენს ქვეყანას. ბატონო ირაკლი, ბოდის გერდით რომ გაწყვეტინებთ და დავხატე, მაგრამ ეს მიზანი ასეთი სოფლების საზღვისპირა რეგიონებში მშენებლობის იმაში მდგომარეობს, რომ ჯებირი შევქმნათ უკუსლას. რომ შევაჩეროთ უკუსლა და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღშენებლობის პროცესი და ნაკლები ვიჭორაოთ ზოგადად ადამიანებმა და რაღაც ესეთი ბატონო ირაკლი, რამდენ წელში დაიწყება სავარაუდოდ? დაახლოებით რამდენ წელში იგეგმება ამ პროექტის განხორციელება? მე მინდა გითხრათ, რომ როგორც კი იქნება პროექტიდან 2 წელიწადში, მაქსიმუმ 2 წელიწადში ეს სოფელი უკვე იქნება დაფუძნებულიც და შემოსავლის მომტანიც. მიზანი რა არის? დღეს ქვეყანაში ხდება წახალისება სიგარების. ანუ ადამიანები იხვეწებიან, გვინდა ვიყოთ ღარები, რომ სიმშილით არ მოვხვდეთ. სოციალურად დაუცველ ფენას სახელმწიფო აძლევს ძალიან დიდი რაოდენობით სუბსიდიას, მაგრამ მათი ცხოვრების დონე არაფრით არ მაღლდება. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები თვითონ გახდნენ თავის პატრონი და თვითონ ამ ადამიანებმა შეავსონ ქვეყნის ბიუჯეტი. ხელგამოწვილი მდგომარეობიდან დოვლათის შექმნელნი რო გავხაროთ. ბატონო ირაკლი, ეს არის ამ პროექტის მიზანი. თქვენ ახსენეთ კვლევა, რომელიც ჩაეტარდა. რა დასკვნა დაიდო? როგორ ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში დღეს ვეტერანები? ჩვენს რა ძირითადი პრობლემები აქვთ? ვეტერანები ცხოვრობენ ძალიან ცუდად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ
ვეტერანებს ვერ მიეცათ 23 წლის განმავლობაში რეინტეგრაციის და რესოციალიზაციის საშუალება. 2-3 წელიწადია ჩვენ დავიწყეთ ძალიან ქმედითი მუშაობა იმისათვის, რომ ეს სტაგნაცია მოგვესწოდა, წინ დაგვეწყო ნაბიჯ სიარული. ეხლა წეგან ვიცქვი და ეხლა გავიმეორებ, რომ სამსახურს როგორ უნდა განეხორციელებინა ელემენტარული რაღაც, როცა არ ხონდა მას ინტერნეტიც კი 21 საუკუნეში. ესე იგი, ბატონო ირაკლი, ძალიან შეზღუდული ვარ დროშზე, თუ შეიძლება დაგისვამთ კიდევ შეკითხვებს და ჯანმრთელობის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ვეტერანებს, რომელიც წლობით დაუგროვდა და ვერ მიეცათ ყურადღება. დღეს ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ და მოვახერხეთ, რომ სამედიცინო ლანცეტში ვეტერანებს უფინანსებთ დაზღვევის ზევით რა სამედიცინო მომსახურება სჭირდება. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, რის გარეშეც შემთხვევაში საკუთარ დაზღვევას ვეღარ იყენებდა ვეტერანი, უფინანსებთ წამლებს, უფინანსებთ სხვადასხვა მკურნალობის ხარჯებს, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველში ვეტერანები გვჭირდება ელემენტარულად. და რაც შეეხება მოგეხსენებათ, ყადაღებული თემა იყო ის ძველი ჰოსპიტალი, რომელიც მართლაც ძალიან მძიმე დაავარების მდგომარეობაშია. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მიუხედავად ძალიან ბევრი არასასიამოვნო ინფორმაციის და ტალახის როლისა, მინდა უთხრა მთელ საზოგადოებას. ჩემი ვალდებულებაა ვიზრუნო ნებისმიერი მოსაზრების მრწამსის და პოლიტიკური გემოვნების ადამიანების საკეთილღეოდ თვითონ ვეტერანს გულისხმობ. ბატონო ირაკლი, მე ვეტერანებს ვერ გავარჩევ და არ გავარჩევ სხვა ნიშნით და სხვა მიზნით, ყველა ვეტერანი იმ სიკეთეს თანაბარსად მიიღებს, რაც სახელმწიფო შეუძლია რომ მისცემს დღეს. მზრუნველობის რა ფორმებს იღებს კონკრეტულად სახელმწიფო დღეს ამ 73,000 ვეტერანზე, რომელზედაც თქვენ საუბრობთ? 73,000 ვეტერანზე დღესდღეობით სოციალური პროექტები რაც არსებობს, მე უფრო უკეთესია ვიდრე იყო ეს 2 წელიწადნახევრის წინ, მაგრამ ძალიან შორს არის იმისგან რაც ჭირდებათ ვეტერანებს. ამიტომაც გვინდა რომ მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ. ამიტომაც გვინდა რომ და მოვალაპარაკება მინდა ვახარო ყველა ვეტერანს, ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა და უახლოეს პერიოდში ნახავენ შედეგებს, რომ თბილისში აშენდება ვეტერანებისთვის ესპანური ინვესტიციები PPP პროგრამის ფარგლებში და ეს უნდა გაკეთდეს, სხვაგზა ჩვენ არ გვაქვს და უნდა გავაკეთოთ. ვეტერანებისთვის საუკეთესო რეგიონალური მასშტაბით სამედიცინო სამკურნალო ცენტრი. ეს იქნება თითით საჩვენებელი ცენტრი და ეს გაკეთდება 29 მარტამდე ჩამოვა GOC-ის ჯგუფის, რომელსაც 39 მილიარდი აქვს ამ კონსორციუმს ბრუნვა და უდიდესი 40 წლიანი გამოცდილება აქვს სამედიცინო ბიზნესში. ჩამოვა მათგან შემოთავაზება 5 მაისს ჩამოგზავნდებიან ისინი და ჩვენ მემორანდუმს გავაფორმებთ. ისინი მერე feasibility studies გააკეთებენ თავისი ხარჯით, შექმნიან პროექტს და უახლოეს პერიოდში აქედან დავიწყებთ უკვე მშენებლობას სარეაბილიტაციო ცენტრის. ეს ერთი, მეორე. ის სოციალური დახმარებები მოგეხსენებათ, რომელსაც სახელმწიფო გასცემს, არის სახელმწიფოს შესაძლებლობისთვის მაქსიმუმი. მაგრამ ვეტერანების მოთხოვნებისთვის არის მინიმუმზე მინიმუმი. არ შეიძლება წეგან თქვი რომ ვიყოთ ხელგამომდგომარეობაში. ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს რომ ვეტერანს და არა მარტო ვეტერანს ქვეყანაში მიეცეს საშუალება დასაქმების, თვითონ შექმნას დოვლათი, თვითონ შეიტანოს ბიუჯეტში ფული, თვითონ გადაიხადოს გადასახადები და თვითონ იყოს პატრონი თავის ცხოვრების. ეს არის ორი ფორმულა ქვეყნის განვითარების. სოციალური დახმარებების გაზრდა შესაძლებელია მაშინ, როცა ქვეყანაში ბიუჯეტში შემოსავლებს გავზდით არა გარედან ნათხოვარი ფული, არამედ ჩვენს მიერ შექმნილი დოვლათით. თუ ამ პრინციპით არ ვივლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივალთ კოლაფსამდე. ასევე მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც სვავს ხოლმე კითხვას, როდის აშენდება, როდის გაკეთდება. მე მინდა იცოდეს, მე ძალიან დიდი სურვილი მექნება და ძალიან გამიხარდება, რომ ის არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელსაც დღეს კითხვები აქვს, ან პრეტენზიები აქვს, დასვან ასეთი კითხვა, რითი მოგეხმაროთ, რითი დაგიდგეთ ფერჩი, რომ ეს საქმე საზოგადოების მაქსიმალური აქტივობის ხარჯზე სწრაფად განვითარდეს ამის კეთება. იმიტომ რომ ეს არ არის შიხიაშვილის საქმე, ეს არ არის მარტო ვეტერანების საქმე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი საქმე და თვითონ საზოგადოების წევრს ვალდებულებად უნდა მიაჩნდეს ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვითცნობიერებულიც და სურვილი გააჩნდეს, რომ იმონაწილეოს
ამ პროცესში მაქსიმალურად რომ უფრო სწრაფად გავაკეთოთ საქმე. უღრმესი მადლობა ბატონო ირაკლი. უღრმესი მადლობა სამწუხაროდ დრო იწურება გაცემის ამ ნაწილისთვის განკუთვნილი ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი საუბრობდა ვეტერანთა მდგომარეობაზე დღეს საქართველოში. სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ეთერში და გელოდებით ინტერაქტივის შეკითხვაზე პასუხით რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ გადაცემას ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს ვსაუბრობთ თემაზე ვეტერანები და საზოგადოება და გთავაზობთ ინტერაქტივის შეკითხვას. რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში? რა პრობლემები გაქვთ? რა გჭირდებათ? ყველაზე მეტად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ღია ეთერში ნომრებზე 292 11 88 292 11 99. გარდა ამისა, თუ გაქვთ კონკრეტული პრობლემა, რომლის გაზიარებაც გსურთ ჩვენთვის იმისთვის, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაგიწიოთ დახმარება დავუკავშირდეთ შესაბამის უწყებებს, ბუნებრივია თქვენ კვლავ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დაგვირეკოთ, მოგვიყვეთ, არც ერთი თქვენი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ამჯერად ორი მსმენელი გვყავს ხაზზე. ნუ დავაყოვნებთ მათ დიდხანს. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ჩემო კარგო, მე ახლა უსმენდი თქვენს ეთერს და ბატონ ირაკლი შეხიაშვილს. იცით რა მინდა გითხრათ, მე არ ვარ თვითონ ვეტერანი, მაგრამ ვარ ვეტერანის ოჯახის წევრი. იმ 2-3 წელიწადში რაც ბატონ ირაკლი მოვიდა, ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა ვეტერანების სასიკეთოდ. აი იმ ჰოსპიტალი, ყბადაღებული ჰოსპიტალის შესახებ რომ არის ასეთი ამბები ატეხილი. მე მაინტერესებს იმ დაგრეულ ჰოსპიტალში, რომელიც სიცოცხლის საფრთხეს წარმოადგენდა, რატომ იბრძვიან ის ოპოზიციონერი ვეტერანების ლიდერები, რა მიზნები ამოძრავებთ მათ. გადავიდნენ უკეთეს პირობებში. ეს არის ლანცეტი, ხო, ლანცეტი ქვია ამ დაწესებულებას, სადაც ვეტერანებს ემსახურებიან უსასყიდლოდ, ოპერაციებსაც უკეთებენ იქ და უკეთესი მომსახურება აქვს, ვიდრე ჰქონდათ იმ დაგრეულ და გაუბედურებულ ჰოსპიტალში. მე ვერ გავიგე, რას ერჩიან ბატონ ირაკლის. ბატონ ირაკლის მოსვლის დღიდან დღიდან ბატონ ირაკლი გვერდში უდგას ვეტერანებს, თუ რამე გასაჭირია, თუ რამე ჭირდება, ბატონ ირაკლი არაფერზე უკან არ იხებს. ჯერ მარტო ის ვთქვათ, რამდენი ვეტერანს დაუფინანსეს მედიკამენტები, რომელიც ეს ადრე არ ხდებოდა. აქვს რამოდენიმენაირი პროექტი, მე როგორც ვიცი, და არც აციან ამ კაცს, რომ ეს პროექტები განახორციელოს. იბრძვის ხო ეს ხელისუფლება ბატონ ირაკლის ხელისუფლებასთან ერთად იბრძვის იმისთვის, რომ ვეტერანების სასიცოცხლო პირობები გაუმჯობესდეს და თქვენ როგორც ვეტერანის ოჯახის წევრს, როგორც აღნიშნეთ, კონკრეტული რა პრობლემები გაქვთ, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, რა ტიპის დახმარება გჭირდებათ თქვენ სახელმწიფოსგან? მე ვეტერანთა დეპარტამენტმა ის გამეკეთა, მე მყავს მოხუცი დედა, მარჩენალ დაკარგული, მისი შვილი ნაციონალების პერიოდში ბატონი ნიშას და ვანოს ხელმძღვანელობით იქნა მოკლული და მისი დედა იყო უპატრონოდ მიგდებული. დღეს მე მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ ის ამ წლების მანძილზე 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა ის, რომ დედაჩემი დღეს ვეტერანთა დეპარტამენტმა და დედაჩემს მედიკამენტები დაუგურმესიმატება. და მე იმედი მაქვს, რომ ბატონი ირაკლი რასაც გვიდება ამ ხელისუფლებასთან ერთად ვეტერანებს ყველაფერს ბოლომდე გაუკეთებს და ვეტერანებს ხელი გაწვდილი აღარ ექნებს. უღრმესი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. კიდევ ერთი მსმენელია ხაზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, მსმენელს, სასწაულია ასევე ხარს უჭერ ბატონ ირაკლის ყველა იმ ინიციატივას, რომელიც დაწყებულია მის მიერ. ადამიანმა, რომელმაც ახალგაზრდა კაცმა ასწავლა ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს მისამართი თუ სად არის და შეიძლება ვეტერანმა მიიღოს ის საჭირო სოციალური რჩევა, კონსულტაცია, ჯანმრთელობის სოციალური დაცვის და ასე შემდეგ. ის ღონისძიებები, რომლებიც დღესდღეობით ტარდება, არ მგონია როდესმე თითოეული თქვენთაგანი თუ გაიხსენებს, როდის 25 წლის მანძილზე განხორციელებიდან მსგავსი პროექტები. მგონი დაფიქრდე და ვერცერთი ნორმალური ადამიანი, რომელიც კეთილსინციერია, გააჩნია მას ინდისი, ასეთ რამეს ვერ გაიხსენებს. უღრმესი მადლობა.
დიახ, გაიხსენეთ. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში? თუ ხართ ვეტერანი, რა პრობლემები გაქვთ? რა ტიპის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად? კიდევ ერთი მსმენელია ხაზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გამარჯობა, გისმენთ. დიახ, თქვენ ხართ ეთერში, გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზოგადად ამ სამსახურს. წლების განმავლობაში ვეტერანების თითქმის 90% არ იცოდა არსებობა ამ სამსახურის შესახებ რა. დღეს ძალიან აქტუალური გახდა. თქვენ ვეტერანი ბრძანდებით თავად? ეს არის ბატონო. თქვენ ვეტერანი ბრძანდებით თავად? დიახ, მე აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და 2008 წლის ომის ვეტერანი რა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ სამსახურს იმისათვის, რომ აქტუალური გახდა ზოგადად ქვეყანაში ვეტერანი და გახდა პრიორიტეტი და ეს რომ არ იყოს თვითონ ბატონო ირაკლის მიდგომა და იმ გუნდის რომლებიც როგორც ჩანს მასთან ერთად მუშაობენ იმ სამსახურში ის ადამიანები სავარაუდოდ ეს მიღწეული ვერ იქნებოდა. ძალიან ბევრი რამ შეიძლება კიდე რომ გაკეთდეს, მაგრამ თავარი ერთი რამ არის და მნიშვნელოვანი. ყველანი დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს რა და ვეტერანების საქმე და სამსახურმა მაქსიმალურად ბოლომდე მიიყვანოს. ყველა ის წამოწყებული პროექტი, რაც თითოეული ვეტერანის ოჯახისთვის ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება და ძალიან გთხოვთ რა თუ ისმენს ამას ის რაღაც გარკვეული ჯგუფები რომლებიც ქილიკობენ ხოლო და წლების განმავლობაში არავის არაფერი არ გაუკეთებიათ. ეხლა ამ ხალხმა დაიწყო საქმის კეთება და უნდათ რომ ხელი შეუშალოთ. აი ამას დაანებონ თავი. მეგობრული თხოვნა იქნება ჩვენ ვეტერანებს საკმაოდ გვესწრის ერთმანეთის ბევრი ახსნები ალბათ არ გჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას რაც ამ მოკლე პერიოდში გაკეთდა რა დაწყებული ჯანმრთელობის მხრივ, მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევების მხრივ მე პირადად მეგობარი მყავს, რომელსაც ამპუტირებული ჰქონდა ორივე ფეხი და მას გაუკეთეს მაღალი ტექნოლოგიური პროტეზები და ადამიანი მინიმუმ 6-8 კილოგრამით ნაკლებ მას ატარებს რა. ეს არ არის დასაფასებელი და უამრავი რამ რაც ხდება ამ სამსახურში. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ სამსახურს. ალო. გისმენთ, დიახ. ისმის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უშუალოდ ბატონ ირაკლის და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას გვერდში უდგას ამ მამულიშვილური საქმის კეთებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა მაშინ იქნება ღირსეული ქვეყანა, როდესაც აი დაფასებული იქნება ქვეყანაში ვეტერანი, დაფასებული იქნება მეომარი და ამ ადამიანებმა დაიწყეს ეს ყველაფერი. მე განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ რეგიონში მადლობა დაკავშირებისთვის. როცა იყო ჩამობრძანებული შიხიაშვილი მან ბრძანა მაშინ რომ პრემიერი იმდროინდელი პრემიერი ბატონ ირაკლი ძალიან აქტუალურად იყო ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში. ძალიან დიდი მადლობა და გვიგულეთ თქვენს გვერდით ბატონო ირაკლი და ყველა იმ ადამიანს მინდა მოუწოდო ვინც მაქსიმალურად ფილოსოფი ერთხელ და სამუდამოდ არა მარტო ვეტერანი ზოგადად ქვეყანა ამოვიდეს ამ კრიზისიდან. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. მადლობა დაკავშირებისთვის. მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ესე იგი უსმინეთ ძალიან კარგია ყველაფერი ისედაც ტელევიზიით იქნება თუ ინტერნეტით კი დებულო ყველაფერი კარგია უბრალოდ ერთადერთი ის მაინტერესებს რომ გაზის და დენის დახმარება იყო აი მე 12 წელია არა მაქვს და ვერ ვიღებ ამ იმას და რატო არ შეიძლება რომ გააკეთონ ამას მიხედე არაფერი არ უნდა რომ გადაწყდეს ეს უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში, რას ფიქრობთ? ჩვენთან ვეტერანები მაგ დაფასებას მე ვერ მივცემ შეფასებას არა დაფასებული და ერთი შეკითხვა ასეთი მაქვს. რომის ვეტერანები რატო არა ვარ ჩვენ არაფერში რომ სამხედროში ვსახურობ, ნუ ახლა არ მიმიღია მე ასაგით ამ ომში მონაწილეობა, მაგრამ რომის ვეტერანებს არავითარი არაფერი არ აქვს. ადრე რომის ვეტერანი იყო, სამამულო ომის ვეტერანი იყო, რაღაც შეღავათები ჩვენ თლას რომის ვეტერანები და პენსიონერები არ ტრანსპორტი გვაქვს უპასო არაფერი არ გვაქვს ჩვენ უპასო აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას კიდევ ერთხელ და ის ღვაწლი სადა კარიბის ზღვის დასაბულება რო იყო საზღვაო ფორმა ჩამაცვენდა უკვე თოფზე ვიჯექით მაგრამ ხრუშოვმა შეაშინა კენედი
უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ თემას, ოდნა მოგვიანებით და დეტალებს გავარკვევთ იმ შეკითხვებსაც ბუნებრივ მოვინიშნოთ, რომელიც აქვს საზოგადოებას. კიდევ ერთი მსმენელია, ხაზე მოგესალმებით. გამარჯობა, მაინტერესებს ესეთი რაღაც. ძალიან დიდი მადლობა ბატონი ირაკლის თანადგომისთვის, რაც ვეტერანებს ალბათ საქართველოში ჯერ არასდროს ქონიათ. უნდა ხელისუფლებასაც, თუმცა მთავარი რგოლი მგონია, რომ თვითონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურია და მაინტერესებს ესეთი რამ. მოშავის თემასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ თქვენი ასეთი შრომა და ასეთი ახალი ველოსიპედის გამოგონება, რა თქმა უნდა, არ არის და ასეთი აპრობირებული მეთოდი საქართველოს ასეთ მდიდარ მიწაზე შეიძლება გაცილებით მომგებიანი იყოს ვიდრე ისრაელში. გარდა თქვენი მონდომებისა, რა არის იმისთვის საჭირო და ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა მოქალაქეების გორჩითქმისა, მთავრობისგან დღესდღეობით რა სიტუაცია არის და როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად სწრაფად მიხვიდეთ ამ შედეგამდე, რომ ეს პროექტი ამოქმედდეს და ხალხმა გარდა ვეტერანებისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც იგრძნოს, რომ რაღაც წინსვლა არის სახელმწიფოში და ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. რას ველოდებით რეალურად მთავრობისგან არის თუ არა კეთილი ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. მსმენელია, ხაზე მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო, მე თვითონ ვეტერანი ვარ. რამდენი დაფასებულია თქვენი ღვაწლი, როგორ ფიქრობთ? დღევანდელი მდგომარეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი ღვაწლი საერთოდ როგორც ასეთი ვეტერანების არ არის არანაირად დაფასებული, რადგანაც 23 წლის განმავლობაში, რაც ომები მორჩა საქართველოში 2000-ს არ გულისხმობ, არაფერი არ გაკეთებულა ვეტერანებისთვის საკეთილდღეოდ, მათი ჯანმრთელობისთვის თუ სოციალური დასაქმებისთვის. დღევანდელ დღეს მე რასაც ვატყობ ინტერნეტი თუ ტელევიზიით თუ ასე შენდაშენელ თავს ვადევნებ, ყველაფერი კეთდება. აი ბატონი ირაკლი გვარი აღარ მახსოვს და ჩვენი ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ნამდვილად აკეთებს საქმეს. მე პირადად შემიძლია ვთქვა ერთი რამე დავამატო, რომ მეც, მამაჩემიც ვეტერანები ვართ ორივენი ოჯახში. მცირეწლოვანი შვილები მყავს და ვარ დაუსაქმებელი. არანაირი შესაძლებლობა არ ქონდა ჩვენ მაგალითად, რომ ჩემი ინსულტიანი მამისთვის მე მკურნალა ერთხელ დავარწვინე ჰოსპიტალში, საიდანაც წამოვიყვანე ფილტვების ანთებით. დღევანდელ დღეს მამაჩემს მე მკურნალე ლანცეტში ასეთი ის არის, რა ქვია, საავადმყოფო, რომელიც უწევს ვეტერანებს ძალიან მართლაც აი ჩვენთვის ოცნების დონეზე მომსახურებას უწევს. დღევანდელ დღეს ნამდვილად კეთდება საქმე ვეტერანებისთვის და ეს სხვათა შორის ახლა უსმენდი და იმიტომაც გამიშთა მის სურვილი, რომ ამერიკა აი ეს ნამდვილად კარგი პროექტი არის სასაზღვრო ზონებში, რომ უნდა ჩასახდნენ ვეტერანები. მე პირადად დიდი სიამოვნებით ხვალები მივალ დეპარტამენტში და ვისწილებ, რომ რამენაირად ამ სიაში მომხდე. იმიტომ რომ მე პირადად ჯანმრთელი ვარ და ჩემი მშობლებისთვის და ჩემი მცირეწლოვანი შვილებისთვის რომ რამე გავაკეთო და რამე შემოსავალი ხონდეს, ნამდვილად ავალ და დავსახლდები ოჯახიანად ამ სასაზღვრო ასე ვთქვათ ვეტერანების სოფელში. მადლობა დაკავშირებისთვის. კიდევ ერთი მსმენელია ხაზე, მოგესალმებით. მოგესალმებით და მადლობას გიხდით. მოგესალმებით, მადლობა თქვენ დაკავშირებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენი დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში? რა თუ ხართ ვეტერანი, რა ძირითადი პრობლემა გაქვთ, რა გჭირდებათ? ვეტერანთა ღვაწლი შეძლების დაგვარად დაფასებული არის, მაგრამ ეხლა ამის თქმა მინდა, რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში მოვიდა ხელმძღვანელად ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის ვეტერანი, რომელიც არის შემართებით და რომელიც არის განათლებული, ერუდირებული და თქვენ წარმოიდგინეთ მოწადინებული, რომ ვეტერანების ცხოვრება შეცვალოს დადებითისკენ და ამაში თქვენ კონკრეტულად თქვენთვის რა შეიცვალა კონკრეტულად, რადგან საუბრობთ, რომ შეიცვალა დაზღვევა გაკეთდა 2013 წლიდან 14 წლიდან 15 წლიდან, ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ პირობები გაუმჯობეს და მომსახურეობის წამლებით მომსახურეობა არის სოციალური დაცვის კუთხით. გასაგებია.
და არის სხვადასხვა პროექტები და იმ პროექტების განხორციელებაში ყველანაირად ვეცდებით ჩვენ ვეტერანები რომ ხარში დაუდგეთ. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. მსმენელია კიდევ ერთი ხაზი, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, დიახ, თქვენ ხართ პირდაპირ ეთერში. შეიძლება საუბარი? დაიწყეთ, შეგიძლიათ გითხარით, რას ფიქრობთ, რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში? საერთოდ არ იყო ვეტერანთა მეომარის ცნება ამ ქვეყანაში დაახლოებით 22 წელი ალბათ რა და ეხლა ამჟამად მართლაც ძალიან ბევრი ამას აკეთებს ეს სამსახური ბატონი ირაკლის თამადობით სიხიაშვილის და ყველაზე მთავარი რაც არის აუცილებლად უნდა გაუსვა ამას ხაზი რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვეტერანი იყო იგნორირებული ერთი ლარის დახმარება არ მიგვიღია არასოდეს და არანაირ დაფასება არ მიგვიღია და დღეს მე ძალიან დიდი მადლობა და გადაუხადო ამ სამსახურს დაგვაფინანსეს ჩვენ მედიკამენტებით და მე შემდეგ დავჭირდა შემდეგ ოპერაცია და ოპერაციას დაგვიკეთა არ ვიცნობ საერთოდ იმის კარგი ბიჭია ეს ირაკლის სიხიაშვილი მაგრამ მამაშვილად მიმიღო იქ და მომეფერა და ამისთვის ველაც ხალე მაგას მე სვალი კაცი ვარ და ყველას ვეთქვი სვანეთში ამას და ბევრმა იციან უკვე ამის შესახებ და ამიტომ გვერდში უდგევარ და არა მარტო სვანები არამედ დარწმუნებული ვარ ყველა საქართველოს კუთხის მეომრები და ვეტერანები. უღრმესი მადლობა თქვენ დაკავშირებისთვის. გაახაროს. მადლობა დაკავშირებისთვის. კიდევ ერთი მსმენელია ხაზე მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. გამარჯობათ, თქვენი ინტერაქტივის კითხვას მინდა გამოვეხმაურო. ანუ კითხვა იყო, რამდენად დაფასებულია ვეტერანების ღვაწლი ქვეყანაში თუ არ ვწდები და მინდოდა ამაზე ჩემი პოზიცია დავიფიქსირებინა, რომ მე თვითონ ვეტერანიშვილი გახლავართ და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო რამოდენიმე ხნის წინ ამ სამსახურმა ვეტერანების საქმეთა სამსახურმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ომში დაღუპულ გმირებზე იმისათვის რომ გაგვიხსენებინა ის გმირები, რომლებიც საქართველოს თავი გაძირეს და ასევე თუ არ ვწდები რაღაც ვიდეო რგოლიც დამზად და ასევე ვეტერანებზე და ჩემი წინდა გითხრათ რომ ომში დაიღუპა ბრძოლის შოზე და ჩემთვის როგორც ვეტერანიშვილისთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო და მე მგონია რომ სწორედ ასეთი ქმედებებით შეგვიძლია საზოგადოებაში ცოტა უფრო მეტად შევახსენოთ ხალხს იმ ღვაწლის შესახებ, რაც მეომრებმა საქართველოსთვის გააკეთეს და ნამდვილად აკლიათ ვეტერანებს დღეს დაფასება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაბიჯები ჩანს, აქამდე ნამდვილად არ იყო გადადგმული იმისათვის, რომ ეს ხალხი დაფასებულიყო და მათი სახელს ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა ჩვენს ქვეყანაში. მადლობა დაკავშირებისთვის. სწორედ ასეთი სოციალური და კულტურული პროექტებით, რომლებიც ხორციელდება, ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს, უფრო გამრავლდეს და გაღრმავდეს, ასე ვთქვათ და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ შემთხვევით აუწყდება გული, როგორც მე იმ ფილმის ხილვის დროს, მაგალითად ძალიან გულწრფელმა ვიტირე და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველზე ასე იმოქმედებს. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. ბოლო მსმენელია ფაქტობრივად დღეს, რადგან დრო გადაცემის ამ ნაწილისთვის უკვე იწურება. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ანუ გამარჯობა. მე ვეტერანიშვილი გახლავართ და მინდა გამოვეხმაურო თქვენს ინტერაქტივს. თქვენს კითხვასთან დაკავშირებით შემიძლია თავსახად თქვა, რომ ნამდვილად არის დაფასებული ვეტერანის ღვაწლი და რაც თავარია, ეს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მივიწყებული იყო ვეტერანები ჩვენს ქვეყანაში. და ახლა კი თვალნათლივ ადევნებთ ჩვენ თვალყურს თუ როგორ ფასდებიან ვეტერანები, მათი შვილები, ოჯახის წევრები. კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ოჯახის წევრი ხართ ვეტერანის, რა ბენეფიტებს იღებთ კონკრეტულად ქვეყნისგან, სახელმწიფოსგან და რა გჭირდებათ? კი ბატონო, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერანს აქვს პრობლემა მკურნალობასთან დაკავშირებით, მედიკამენტებთან დაკავშირებით, მე ვიყავი მშობელთან ერთად ვეტერანების დეპარტამენტში და ყველაფერი გაკეთდა იმ სამსახურში იმისათვის, რომ შეემსუბუქებინათ ჩვენი მდგომარეობა და ეს გამოიხატებოდა როგორც მათ დამოკიდებულებაში, ასევე თვითონ
13-ი ნაბიჯებით გადაიდგა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ვიდრე ერთმანეთს დავამშვიდობებით, მე შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelpG ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებათ. WeHelpG-ის დირექტორი ბორის კიკნაძე თავად გაგვაცნობს ამ კვირის ბენეფიციარს. მოგესალმებით ბორის, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვინ არის ამ კვირის ბენეფიციარი, ვის ჭირდება ამჯერად ყველაზე მეტად ჩვენი დახმარება და მხარში დგომა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მენალს. ამ კვირის ჩვენი ბენეფიციარი გახლავთ 23 წლის ანა ვანიძე, რომელსაც ყავს უმამრესი 3 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. მას რაღაც რამდენიმე კვირის წინ კერძოდ კი ამაიც მოულოდნელად დაუდგინდა ძალიან ცუდი დიაგნოზი, კერძოდ კი ლეიკემია და მას ესაჭიროება თურქეთში მკურნალობა. ოჯახს საერთო ჯამში ესაჭიროება 100.000, თუმცა უკვე 24,000 ლარის მობილიზება მოხერხდა და ამ ეტაპზე ვცდილობთ რომ შევუპოვოთ 84,000 ლარი. მომხმარებელს შეუძლია შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და იქიდან მოახდინოს ტრანზაქცია და დაეხმაროს ანას და ასევე შეუძლია დაერქოს ნომერზე 0917 701 075 და ზაიზღერებულება იქნება 1 ლარი. 0917 701 კიდევ ერთხელ გავიგოთ 075 უღრმესი მადლობა ბორის კიკნაძე საუბრობდა WeHelpG-ის დირექტორი. ჩვენ ამ კვირაში ვეხმარებით 33 წლის 3 მცირეწლოვანი შვილის დედას ანა ვანიძეს, მას ლეიკემია აქვს და საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, რომელიც 108,000 ლარი ღირს საერთო ჯამში. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.G მოძებნოთ ანა ვანიძის ისტორია და მას შეძლებს დაგვარად დაეხმაროთ. ასევე შეგიძლიათ დაარეკოთ ნომერზე 0917 701 075 არის ღირებულება 1 ლარი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, უღრმესი მადლობა აქტიურობისთვის. გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.